განხორციელდა თუ არა ზეწოლა იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გორის ბავშვთა სახლში პედაგოგების მხრიდან სავარაუდო ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, დამამცირებელ მოპყრობასა და მწირიკვების რაციონზე საუბრობდნენ. ირკვევა, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე მისულმა მოზარდებმა გამოძიებას რადიკალურად სხვა ვერსია მიაწოდეს და თქვეს, რომ აღმზრდელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. საგულისხმოა, რომ ბავშვები კვლავ იგივე გარემოცვაში დარჩნენ და სახელმწიფომ გამოძიების დასრულებამდე მაინც მათი სხვა სივრცეში გადანაწილება ვერ მოახერხა. სწორედ ეს გარემოება აფიქრებინებთ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომ მოზარდებზე ზეწოლა განხორციელდა, რის გამოც მათ საკუთარი ბრალდებები უკან წაიღეს და კვლავ ფსიქოლოგიური ძალადობის ობიექტები გახდნენ. როდესაც ერთ სივრცეში ხდება ბავშვების და მოძალადის დატოვება, ცხადია ბავშვები ვეღარ ისაუბრებენ ამაზე. შესაძლებელია ეს ზეგავლენა სულაც არ იყოს მუქარა და იყოს მაგალითად რაღაცა ბავშვების დადანაშაულება, ან მაგალითად ბავშვების თხოვნა, ან მაგალითად ბავშვებისთვის რაღაცა მცდარი აზრების მიწოდება, რომ ეს არ არის კარგი საქციელი, რის გამოც ბავშვებს უჭირთ ხოლმე მე რეალურად ძალადობაზე საუბარი. არის ნამდვილად დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ ბავშვებზე განხორციელდა ზეწოლა და სავარაუდო მოძალადემ კვლავ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა მათზე და შესაბამისად არის მაღალი ალბათობა რა თქმა უნდა იმისა, რომ მან შეაცვლევინა აჩვენება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. აქ იკვეთება ორი უწყების პასუხისმგებლობა, ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ერთობლივად უნდა ემოქმედათ დაუყოვნებლივ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მომხდარიყო ამ საკითხის დროული და ეფექტიანი გამოკვლევა.